გამარჯობა. ეს არის ფერმა და სახლის ახალი ეპიზოდი და დასაწყისი ახალი სერიის ააშენი შენით. გადავწყვიტე რომ ავაშენო პატარა ხის ეკოსახლი და ყველა ეტაპი გადავიღო იმისთვის რომ თქვენთან ერთად გავიარო ყველა ის ძირითადი მშენებლობის პროცესი, რისგანაც შედგება ეს ყველაფერი. ჩემ შემთხვევაში ეს იქნება სკანდინავიური მინიმალისტური barnhouse ტიპის სახლი, რომელსაც გავაკეთებ მეტალის ბოძებზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იწყება მიწისნაკვეთის შერჩევით, ხოლო მას შემდეგ, რაც მიწისნაკვეთს შეარჩევთ, აუცილებელია რომ მოვასწოროთ ტერიტორია, მოვიყვანოთ ტრაქტორი და დავამუშაოთ რელიეფი იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი ზედაპირი, სახლის მშენებლობისას კომფორტული იყოს გადაადგილება, ასევე მშენებლობის პარალელურად მარტივი იყოს გამწვანებაზე ზრუნვაც, რომ ერთხელ რომ დათესავთ თან დააგებთ ბალახს, ეს არ იყოს შემდეგ შესასწორებელი და დაგეგმვაც უფრო მარტივია ზონების თუ სად რა გექნებათ ეზოში. შემდეგ რაც ტრაქტორით მოვასწორებთ ტერიტორიას და რელიეფს, უნდა მონიშნოთ ის წერტილები, სადაც იქნება თქვენი მომავალი სახლი. ჩემ შემთხვევაში ეს წერტილები იქნება დაახლოებით 16 ღრმული. ამისთვის გამოვიყენე მიწის საბურღი, თავიდან 100 მმ-ით ჩავედი, ხოლო შემდეგ ჩავატარე ასევე 300 მმ-იანი ბურღი იმისთვის რომ გამოსულიყო ღრმა ხვრელები, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. თუ დიაგონალები ერთმანეთს დაემთხვევა ზომები, ესე იგი თქვენი კონსტრუქცია სწორია და შემდგომ უკვე მშენებლობის ეტაპზეც აღარაფერი შეგიშლით ხელს და უზუსტობებს, ბევრ უზუსტობებს აცდებით. მიწაში ღრმულები უკვე გაკეთებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოების შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ეს არის ბეტონის ჩასხმა და მეტალის ბოძების ჩამაგრება, რომელიც უკვე დამზადებული მაქვს მილ კვადრატებისგან. ზემოდან, როგორც ხედავთ, არის დადუღებული ფირფიტა. ეს ფირფიტა ასევე უკვე დახვრეტილიც არის, რომ შემდეგ ამაზე ამ ბოძებზე მოწყობილი ხის კონსტრუქცია დავამაგროთ და უკვე ხის კონსტრუქციის, ეგრეთ წოდებული ხის დაფის გაკეთების შემდეგ იწყება კოტეჯის კონსტრუქციის შენების პროცესი. ამ ყველაფერს ისევ და ისევ დეტალურად გავვლით. გამოიწერეთ არხი ფერმა და სახლი იმისთვის რომ თვალიადევნოთ ეტაპები, შეგიძლიათ თქვენც წამოიწყოთ მშენებლობა, თუ კი ეს დიდი ხანია გინდათ და გაქვთ უკვე მიწის ნაკვეთი, ანაპირებთ რომ უახლოეს მომავალში შეიძინოთ და ერთად გავიაროთ ეს ეტაპები.